მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ჩაგიწეროთ ვიდეო გარდატეხის პერიოდზე. რა ხდება ასტროლოგიურად მაგ პერიოდში, რა ხდება ფსიქოლოგიურადაც. და ცოტა ვეცდები რომ განვავრცო ეს ვიდეო სხვადასხვა კუთხით, ანუ ბევრი სხვადასხვა კუთხით აგიხსნათ. ყარმული ასტროლოგიიდან ცოტა სხვანაირად იკითხება, ფსიქოლოგიური ასტროლოგიიდან სხვანაირად. ეხლა რა არის საქმეშუალო გარდატეხის პერიოდი დაახლოებით იწყება უკვე აქტიურ ფაზაში 14-16 წლის შუალედში. დაახლოებით მაგ პერიოდში გვაქვს სატურნის ოპოზიციური პერიოდი, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. ანუ როცა დაბადების მომენტში, რომელიღაც გრადუსში, რომელიღაც ნიშანში, სახლში იდგა სატურნი, ზუსტად მის საპირისპიროდ დგება 14-16 წლის შუალედში, მიახლოებით გეუბნებით, ზოგს უფრო ადრე აქვს, ზოგს უფრო გვიან აქვს. შუაში დგება ფაქტობრივად ოპოზიციურ ენერგიაში. და ეს არის პირველი შეხება უკვე რეალობასთან, მატერიასთან. სატურნი მატერიას განასახიერებს. ეს არის სიცივე, სიმკაცრე რეალობა უხეში, რომელსაც არ ვალამაზებთ. როგორიც არის ისეთი და არის როგორც მატერიალური დონის კანონები, მაგალითად, რომ სიცივეში რო ცივა, სიცხეში ცხელა, ეს უბრალოდ მატერიის კანონები, ამავე დროს გადარჩენის ინსტინქტიც, რამდენად ვართ ჩვენ ძლიერები, რომ რამდენად ჩვენი ფსიქიკა მზად არის გაუძლოს ცხოვრების სირთულეებს, აი პირდაპირ ესე რო ავხსნათ. ამაზეც არის სატურნი პასუხისმგებელი. როდესაც ოპოზიციური პერიოდი ირთვება, ამ პერიოდში რეალობას ეჯახება ბავშვი, თინეიჯერი მოდი ესე ვთქვათ, რეალობას ეჯახება, რომ უკვე ნენელად ამ პროტესტს ვიწყებთ, რომ უნდა სადღაც მშობლების ეს რაღაც ისეთ ავტორიტეტი ჩამოვშალოთ, მაგრამ თან, ანუ შიდა მეს, ეგოს თემები მოდის, რომ მე თურმე სხვანაირად მინდა, ვიდრე მშობლები ამას მეუბნებოდნენ, მე სადღაც ჩემი თავი უნდა ავირჩიო და არა მშობლების გზას გავუყე, ხო? და ზოგჯერ ეს არის ძალიან მტკივნეულად და ძალიან აგრესიულადაც, ხო? ზოგჯერ ეს საერთოდ არ ხდება და მე ვნახულობთ ხოლმე კაცი, რომელიც ბავშვია, ინფანტილურია, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად მისი ასაკი ბევრად უფრო წარსულშია ჩარჩენილი, ვიდრე ესეთი ფიზიოლოგიური ასაკი აქვს მაგალითად, ან ქალიც, რომელიც დედიკოს უჯერებს 50 წლის ასაკშიც, 40 წლის ასაკშიც და აი დედის სიტყვა კანონია. ეს თემა ნიშნავს, რომ დედასთან სეპარაცია არ მომხდარა და აჯანყების პროცესი არ მომხდარა. კაცის შემთხვევაში სხვა პრობლემები არის, არ მინდა ახლა ზუსტად ჩამოთვალო, იმიტომ რომ ცოტა მტკივნეულიც არის ხოლმე მიმართულებით. ბევრი პრობლემები არის ხოლმე კაცების შემთხვევაში, პირად ცხოვრებაში რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებსაც აწყდებიან. მაგრამ დიდ სურათში რო შევხედოთ ამ პერიოდს, ხო? ეს არის ის გზა გასაყარი, ჩვენ ან უნდა გავიზარდოთ პირველი შეხება სატურნის გაზრდასთან, ან ძალიან დიდი ხნით ჩავრჩებით მშობლებთან, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ანუ მშობლების ოჯახში ფსიქოლოგიურად. ხანდახან არის ხოლმე, რომ რაც უფრო აჯანყებაში შევდივართ და კონფლიქტში შევდივართ ოჯახთან, ხო? მშობლებთან მაგალითად, მით უფრო ვაბაკუნებთ ფეხებს, ესე რომ ვთქვათ, რომ არ გვინდა გავიზარდოთ. არ გვინდა რეალობის მიღება, რომ ეხლა მე უკვე სადღაც მომიწევს, მოვერგო რეალობას, რომ სადღაც ან მომწონს ეს ოჯახი, ან არ მომწონს რაღაც ბევრი რაღაცები, ესე იგი მე ჩემ თავზე უნდა ავიღო ნენელა პასუხისმგებლობა, რომ სადღაც მოვემზადო ზრდასრული ცხოვრებისთვის. ანუ მთელი ენერგია კი არ დავხარჯო ბრძოლაში ოჯახთან, არამედ დავხარჯო იმაზე, რომ აი გავერგო მე რა მინდა, რომ ნენელა მომავალი ავიწყო ამის მიხედვით. რა თქმა უნდა, ხა მან ძალიან პატარები ვართ, ამდენი არ გვესმის, მაგრამ დღევანდელი ფსიქოლოგია, უამრავი ინფორმაციები უკვე ნენელა იძლევა ამის საშუალებას, რომ ცოტა მეტი გაცნობიერება იყოს. ანუ ეს არის სატურნის ფაზები ჩვენთან ასტროლოგიაში, რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი რაღაც არის ხოლმე ჩართული. მაგრამ ძირითადი გამოწვევები ეს აი რო ამბობენ, რომ მკვეთრად შეცვალა ხასიათი, აღარ არის ისეთი მორჩილი, როგორიც იყო, ხო? ან უკვე ძალიან დამძიმდა ხასიათი. ეს სატურნის ფაზა არის. ეხლა აქ სატურნის ფაზაში ძალიან მნიშვნელოვანი რა არის მშობლების პრობლემები. იმიტომ რომ ბავშვი განსაკუთრებით პირველი სატურნის ოპოზიციის დროს კარგად აირეკლავს რა ხდება ოჯახში.
ანუ სადღაც მშობლებს რა პრობლემები აქვთ შინაგანი, რამდენად ისინი დასრულებერი ან პირიქით ფსიქოლოგიურად ზედმეტად ასაკოვნები და სწორხაზოვნები არიან და იქ კიდე შუაში გრადაციები არის ძალიან ბევრი, ზოგადად ვამბობ, ხო? აი ეს განსაკუთრებით აღწერა ხდება ხოლმე ბავშვის ფსიქიკაში ამისი და რაც უფრო დიდი არის ბრძოლა, მით უფრო ესე იგი მშობლებთან რაღაც ან გაუგებრობებიაში და ან თვითონ მშობლებისში ემოციური გაგება ნაკლები არის ხოლმე როგორც წესი. ახლა ჩემთან როცა მოდიან პირად რუკაზე, მოდიან ხოლმე ესე თინეიჯერებიც მაგალითად, ან ცოტა რომ გადაცდნენ უკვე ამას აქვს, ხო? ზოგჯერ მშობლებთან ერთად არიან, ზოგჯერ მარტონი არიან და მთავარი პრობლემები რა არის ეს მათ რუკაზეც ჩანს, იქ ყველანაირად სხვა პლანეტების დონეზე, რომ მშობლებისგან რა დააკლდათ, ეს ჩანს ხოლმე შვილებში. თან ამ ბავშვებს ეს აქვს, რომ მშობელი თავის იდეალიზაციით აკეთებს იმას, რაც მას დააკლდა ბავშვობაში და ამ დროს ბავშვს საერთოდ სხვა რაღაცა უნდა და ეს ძალიან კარგად ჩანს ხოლმე ასტროლოგიაში, როცა ახლა მზის სტრუქტურებს უყურებთ, თვარის სტრუქტურებს უყურებთ, აქ ძალიან კარგად ჩანს რა უნდა ბავშვს და რას, ისე ვთქვათ, ჟარგონულად რას მატენდნენ. და რუკაში ჩვენ შეგვიძლია უკვე აქედანვე ვნახოთ რა პრობლემები აქვს მშობლებს, რა გარემო არის, მაგალითად როცა ახლა აქვს მაგალითად კაცს სატურნი მზის ნეგატიური ასპექტი და ამბობს რომ მე ძალიან კარგი მამა მყავდა და შეიძლება ურთიერთობაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ მამას რო შევხედოთ სიტყვაზე არის ცოტა ესე დომინანტური, ცოტა ესეთი სადღაც თავისივე არსებობით არაცნობიერ დონეზე რომ თითქოს ბრგუნავდა აქ შვილს. ხომ, აი შეიძლება მე მას უხეშად არ ვექცეოდი, მე მას აგრესიულად არ ვექცეოდი, მაგრამ ჩემი ტიპაჟი, ანუ ზედმეტად უხეში იყო ამ ნატურისთვის. შეიძლება მეორე შვილისთვის არ ვიყო ესეთი, მაგრამ ამ ნატურას ცოტა სხვა ქცევა ჭირდებოდა. ხმე შაბლონს გიყვებით, ხო? და მართლა უკვე ჩემი ეგო ძალიან დაითრგუნა, სადღაც ან იყო ესეთი მომენტი, რომ აი პასუხისგებლობები უნდა ავიღო, რომ უყვარდე, მაგალითად, რაღაცები უნდა იძულებული ვიყო გავაკეთო, და რომ მერე რო ვკითხულობ, სატურნი არ არის ის, რომ რამე მივიღო, ზუსტად ეს არის, რომ მე რაღაცებს ვაკეთებდი და უკან არაფერს არ ვიღებდი. ან არის ხშირად დომინანტური მამა, ან არის ხშირად ისეთი თვითონ არის იმდენად აი ძალიან ისეთი თავის პრობლემებით ესე რომ ვთქვათ, რომელიც უკვე მე ჩემი არაცნობიერი ამას აისრუტავს, ესე რომ ვთქვათ და ჩემი ეგოს ტრამვირება ხდება სადღაც, ხო? შიდა დეპრესიულობა შეიძლება გამოვლინდეს, შიდა ზედმეტად წესებზე მიყოლა, უფლებას არ აძლევენ ხოლმე თავის თავს, თუნდაც გაიხარონ სიტყვაზე ქალის შემთხვევაში და კაცის შემთხვევაშიც, შემდეგ ტერენტი გრანელის რუკას გავარჩევ და ზუსტად სატურნი მზის შეერთება ქონდა და სატურნი მარსის შეერთება ქონდა და მის ეს ქრონიკული დეპრესია, სევდა, ეს სატურნული ენერგია იყო ყველაზე კარგი მაგალითი არის ხოლმე რომ ახსნათ სატურნი როგორ მუშაობს პირად პლანეტებთან, ხო? დაახლოებით ეს შეიძლება გამოვლინდეს, რომ არ იყო აქ მშობლისგან კონკრეტულად რაღაც დაშავებული, მაგრამ მისი ტიპაჟი ამ შვილის ტიპაჟთან უკვე ანტაგონისტური იყო, ხო, სადღაც უკვე ითრგუნებოდა პატარა და განსაკუთრებით ამ დროს ამბობთ ხოლმე, რომ მეტი სირბილი არის საჭირო მამისგან, რომ ის ფიგურას ესე ხედავს, მისი აღქმა ესეთია, რომელიც გარდატეხის პერიოდში, რა თქმა უნდა, საკმაოდ სატურნი მზის შეერთების შემთხვევაში ან კვადრატურა, ეს უკვე სატურნის შემდგომი ფაზარი შეერთება, ის განსაკუთრებით გამოვლინდება. ანუ როდესაც პატარას უყურებთ, თუნდაც პატარა ბავშვს უკვე თინეიჯერობაში რო შედის და რაღაც პრობლემები თუ აქვს, ან ზედმეტად ემოციური არის, ზედმეტად გრძნობიარე არის ბიჭი, ესე იგი მამის ფიგურა არ არის ჩართული მასთან. თუ ინფანტილური არის ბიჭი, მაგალითად, განსაკუთრებით შეიძლება ის დედა, რომელიც სულ სახლშია, სულ ბავშვების მოვლა, ზედმეტად ყურადღებიანი დედა, რომელიც თავისთავად ყურადღებას საერთოდ არ აქცევს სიტყვაზე, ხო? ანუ აი ოჯახზე შეწირული დედა, ანუ მოდელებში გავდივართ აქ, ხო? პორტრეტებში. და ეს ბავშვის რუკაში მთლიანად ხო გარემოცვა ჩანს, მისი ნათესავებთან ურთიერთობა, სხვადასხვა სკოლის ასაკის ჩანს, როგორ განვითარდება, სკოლის ასაკში რა ტრამვებს მიიღებს მაგალითად და
შემდგომ მივიდივართ, რომ როგორც კი სატურნის ოპოზიცია კვარტყამს, აი მთელი ის 14, 15, 16 წელი, რაც კი რამე სერიოზულად არასწორი ხდებოდა გარემოში, რამაც ჩემს ეგოზე, ჩემს ემოციებზე მოახდინა ფარული ზემოქმედება, ეს აჯანყებაც მერე განსაკუთრებით უფრო რთულად მიდის ხოლმე. ან ბოლომდე დავითრგუნე და მე ხმას ვერ ვიღებ და შესაბამისად მე ვერ ვახდენ ფსიქოლოგიურ სეპარაციას ოჯახისგან. ამიტომ აქ უკვე სატურნი ცოტა მძიმედ მუშაობს იმ კუთხით, რომ ეს სატურნისთვის ნიშნავს უკვე, რომ ფსიქიკა მოუმზადებელი არის რეალური ცხოვრებისთვის. და შემდგომ არის კვადრატურის პერიოდი, ფაზა და შემდგომ არის ხოლმე, ეს დაახლოებით 6 წელიწადში ერთხელ ხდება, 6-7 წელიწადში ერთხელ ხოლმე ეს კვადრატურა და შემდგომ არის უკვე ოპოზიციური ფაზიდან გადასვლა შეერთებაზე, ანუ დაბრუნება სატურნის. მაგალითად, ვისაც სატურნი ყავს ახლა ვერძის ზოდიაქოში, ახლა დაიწყოთ დაბრუნება. წესით, ესე იგი, დაახლოებით 28-30 წლის ასაკში გვაქვს პირველი დაბრუნება სატურნის, მერე არის 58-60 წლის ასაკი და ასე 30 წელიწადში ერთხელ არის ხოლმე ეს ფაზა. შემდგომ უფრო ხშირად არის ხოლმე ან ბავშვი ყავთ, ან რაღაც კარიერულ გამოხატვას იწყებენ თავის, ანუ სატურნის ფაზა ირთვება უკვე შემოწმება. შემდეგი რამდენად ახლა შენ უკვე გარე პასუხისგებლობების აღების შესაძლებლობა გაქვს. მაგალითად, პასუხისგებლობად ითვლება შვილი, როცა შეგვეძინება, პასუხისგებლობად ითვლება ოჯახის შექმნა, ან სატურნიანელი პარტნიორის პოვნა, ხშირად ესე არის ხოლმე, ხო, აქაც შემოწმება ხდება. რამდენად მე თუ ინფანტილური ვარ, სატურნის პერიოდში შემხვდება პარტნიორი სერიოზული. მომთხოვს მე ამ პასუხისგებლობებს, ხო? და მე თუ არ მინდა აქ წინასეც შემოგთავაზეთ ამაზე ვიდეო, ხო? ამას ავირიდებ თავიდან, ხო? და ესე იგი სატურნის გამოცდები ცოტა შემაჭანჭყარა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მოусმინე ამ სატურნის ენერგიას. თინეიჯერობაში ახლა მთავარი რა არის ხოლმე ეს პრობლემებიც გამოხატული, ხო? ყოველთვის მშობლების ფიგურაზე მივდივართ, რა თქმა უნდა. და ყველაზე საინტერესო არის მაინც კარმული სტრუქტურები. ახლა კარმული სტრუქტურებში რაშიც ფსიქოლოგია ვერ შედის. ხშირად როცა მაგალითად ახალგაზრდასთან მაქვს კონსულტაცია, რასაც აპროტესტებს, ზუსტად ის ჩანს კარმაში, როგორც წინა ცხოვრება, თუ ასე შევხედავთ, როგორც წინა ცხოვრება. ანუ ფაქტიურად ის მშობლების ფიგურები, როგორც წესი არის მისი მამაკაცური ფიგურა წინა ცხოვრებებში და მისი მეორე ფიგურა, ანუ მისი ქალური სამყარო, ასევე წინა ცხოვრებებში. ფაქტიურად ეზოთერიკოსები რო ამბობენ, ხა ის ეზოთერიკოსები არა, აქ მკითხავებს რო ეზოთერიკოსებს ეძახიან, ეს ჩემთვის ეს არის სადღაც ქურუმის ფსიქოტიპი, არქეტიპი, ეზოთერიკოსი რო დავარქვათ ვინმეს, ხო? ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ძალიან განათლებული არის, მთელი ფილოსოფია, რელიგიები, სხვადასხვა ეზოთერული რელიგიები და მიმდინარეობები ყველაფერი იცის და ძალიან დიდ ინტელექტს ატარებს თავის თავში, ხო, სულიერსაც და პრაქტიკულსაც. აი ესეთი ხალხი არის რეალურად ეზოთერიკოსი და არა ვითომ მკითხავები, ვითომ წინასწარმეტყველები და რაღაც სისულელეებს რომ ამბობენ ხოლმე, ხო? ეს ისე მეც კი არანაირად არა ვარ ეზოთერიკოსი. იმიტომ რომ ესეთი ნამდვილად ამ სტატუსის მატარებელი ადამიანი უნდა იყოს, აი როგორც ქურუმის ხობევნებით ან დიდი სულიერი ლიდერის არქეტიპი, ბრძენი, რომელიც თავისთვის არის სადღაც და რაღაცებს წერს, ესე რომ ვთქვა. მაგრამ ზუსტად აი ესეთი ფიგურები, ვინც წერს სადღაც, აი ეგ ტიბეტელი ვერები იქნებიან სიტყვაზე, ინდური ფილოსოფია იქნება ეს თუ სხვადასხვა აღმოსავლური მეცნიერებები სიტყვაზე, ხო, ასევე. აი მაგიდან არის ესეთი რამ, რომ ბავშვის სული, რომ არის მოსული ამ კონკრეტულ ოჯახში, ხო? სადღაც ის გარემო ასახავს ზუსტად მის წინა ცხოვრებების არქეტიპებს. ანუ თუ მაგალითად მამა არის მკაცრი და ცუდად ექცევა შვილს, სადღაც აი ამ შვილს ჰქონდა წინა ცხოვრებაში ზუსტად მსგავსი ენერგია. ანუ ახლა მეორე პოლარობაში ვარდება.
და აქ მისი ფსიქიკა სადღაც ეწინააღმდეგება მამის არქეტიპ სიტყვაზე, ან დედა იყოს ხო, სადღაც მკაცრი და ძალიან ნეგატიური ფიგურა. აქ კარმული ვალებიც არა ხოლმე ზოგჯერ ოჯახის წევრებთან მოდივართ კარმული ვალით, მე თუ ოჯახის წევრთან რაღაც გაუგებრობა მქონდა, ანუ სადღაც კარმული ემოციური ჯაჭვი გადაიკვეთა ჩვენ შორის, აი ვიღაცაზე ძალიან გაბრაზებული თუ ხართ, აი საშინელად გაბრაზებული, ამას ეძახით უკვე კარმულ ჯაჭვს, ემოციური კონტაქტი მოხდა, ღრმა ემოციური ნეგატიური კონტაქტი. ნეგატიური ემოცია ეს ძალიან ძლიერი ემოცია არის და გვაჯაჭვებს კარმულად. კარმული ასტროლოგიის კუთხით შემდეგ ცხოვრებებში ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და აქ არის რაღაცა ურთიერთობაში გასარკვევი რაღაცები და მე მოდის ხოლმე კარმული ურთიერთობა. იქნება ეს პარტნიორულ ურთიერთობაში, მეგობრულში თუ იქნება ეს ზედაშვილობაში და მამაშვილობაში, ხო? ან და-ძმებში მაგალითად შეიძლება იყოს კარმული ურთიერთობა. ანუ მე თუ ვიღაცასთან ემოციური ჯაჭვი შემეკვრა, ამიტომ არის აღმოსავლურ ფილოსოფიაში, რომ სასურველი არის არ მოხდეს ეს მძაფრი ემოციების გადაფრქვევა ვინმეზე, იმიტომ რომ ეს ვალი არის უკვე კარმული, შენ იზიდავ ამ ადამიანს, რომ სადღაც გამოისყიდო ეს ემოცია, მოდი ესე ვთქვათ, უნდა იცხოვრო ეს ემოცია, იმიტომ რომ შეიკრა ემოცია, ეს უნდა და გეშტალტურად დასრულდეს ისტორია, ხო? ამიტომ ზოგჯერ არის ხოლმე ეს დედაშვილობაში და მამაშვილობაში ან კარმული დავალიანება და ან იგივე არქეტიპი ზუსტად, რომ აი მე მამა როგორც მეკცება, კაცრად, ცივად, სასტიკად სიტყვაზე მე ვიყავი ეს წინა ცხოვრებაში. ზუსტად ესე გამოვხატავდი ჩემ თავს. ეს უკვე საერთოდ სხვა დონე არის, სხვა არქეტიპი არის კარმულ დონეზე და არაცნობიერში ჩვენ ამ მშობელთან გვაკავშირებს, აი სუფთა ფსიქოლოგიურად რო ვთქვათ, უფრო დნმ-ის დონეზე, ანუ მსგავსი ვართ ჩვენც შინაგანად და შეიძლება აქ ვაპროტესტებთ მშობელს, მაგრამ ხანდახან ჩვენშიც არის რომ დავიჭიროთ ის თვისებები, რაც მშობლებში არ მოგწონდა. ამას ფსიქოლოგია ხსნის როგორც გენეტიკური გზავნილები, მაგრამ კარმული ეზოთერული ასტროლოგია ამას ხსნის როგორც წინა ცხოვრებებში, რომ მე ეს ვიყავ, ეს თვისებები, ეს ენერგეტიკული ველი, ეს ხასიათი ჩემში დებს, ზუსტად ამან მომიყვანა ამ ენერგიასთან, ხო? მსგავს იზიდავს. ამ დროს არის ახლა ძალიან საინტერესო, როგორც პოლარობა, შინაგანი პოლარობა, რომ მე არ მინდა ამის მიღება, მაგრამ ზუსტად ამის მიღება რო არ მინდა, იმ ფორმით არ ვიღებ, რა ფორმაც დევს მამალში, რომელიც არ მიღებს, ან არ იღებს ჩემს რაღაც სხვადასხვა თვისებებს. ან დედა იყოს ესეთი, ხო? ანუ თუ დედა არის სასტიკი, შურისმაძიებელი სიტყვაზე ფსიქოტიპით, ჩემში შეიძლება იდოს ეს თვისებები. ოღონდ აბსოლუტურად სხვანაირად გამოვლინდეს ეს და არ იყოს ეს ამ ადამიანებზე მიმართული, მაგრამ იყოს ჩემი თავის მიმართული, ხო, რეტროფლექსიას რო ვეძახით მაგალითად, ხო? და სავალე ჯამში თერაპიულად ახლა რომ მივდივართ თუნდაც თინეიჯერებთან, ხა ფსიქოლოგია თუ იტყვის რომ დედა შენის ბრალია და მამა შენის ბრალია, კარმული ეზოთერული დონე კი აქ ამბობს რომ დედას და მამას მართლა აქვს პრობლემები, მაგრამ აი უფრო ღრმა არაცნობიერში ჩავიდეთ და ეს ფსიქოთერაპიითაც შეიძლება, რეგრესული ჰიპნოზითაც შეიძლება და ჩვეულებრივი წარმოსახვის თერაპიებითაც შეიძლება, ის ჩვეულები ვართ ჩვენ. ეხლა რა არის აქ ძალიან საინტერესო, რომ რაც მშობლებს რომელიღაც კომბინაციები აქვს როგაში, ძალიან ხშირად ჩვენ ამას ვაკოპირებთ. აი ზოგჯერ არის რომ აი მამასთან კითხვები არ მაქვს საერთოდ, ხო? ნუ აი ძალიან ოკეი, იყო ჩემთვის. და ვხედავთ რომ რუკაში მამის ასპექტებში არა აქვს არანაირი პრობლემა, ხო ადამიანს. ანუ ის დაზიანება, რაც აი მაგალითად თუ მე გადმომყვა მამაჩემის მძიმე ასპექტები, რა თქმა უნდა, აქ უკვე დაპირისპირება მექნება, იმიტომ რომ მასში არსებულ სულ ხასიათს მე ჩემ თავში ვერ ავიღებ, ხო? და სინამდვილეში ეს თუ მძიმე ასპექტებია, კარმულ ასტროლოგიაში ვწავიდე წინა ცხოვრებაში ეს მე მქონდა. ეხლა არის არაცნობიერში ჩასული, მაგრამ ველი ენერგეტიკული იზიდავს ამ ფიგურებს. და ფაქტიურად გამოდის, რომ მე ჩემ თავს ვებცვი. მაგრამ რატო ვებცვი? კი მივხვდი რომ არ მინდა, იმიტომ რომ ეს უკვე დამუშავების გზა არის, როცა მე მეორე არქეტიპში გადავედი, აქ,
ანუ პოლარობაში გადავედი, ხო? ის თუ აგრესიული ფონი იყო, ეხლა მე მსხვერპლის როლში ვარ, მაგრამ ზოგჯერ ვხედავ ხოლმე რაც უფრო მძიმე ასპექტები აქვს ადამიანს, ხო? ერთ-ერთი იმეორებს და იმის ნაცვლად, რომ ცოტა შეიცვალოს, კიდევ უფრო უძლიერდება ეს თვისებები. განსაკუთრებით ახლა თხის რქა როცა არის გადატვირთული ხოლმე, ეს განსაკუთრებით გამოხატულად ჩანს მერე აქ თხის რქის ენერგია, თორე ზოდიაქოს არ გულისხმობ. და ეს კარმულ ასპექტებს გულისხმობ და აქ მოდის ძალიან საინტერესო რაღაც, რომ საბოლოო ჯამში მთელი ცხოვრება ვებრძვით თითქოს მშობლებს და სინამდვილეში ზუსტად იმის გამო ჯერ აი თუ ფსიქოლოგიურ ასპექტში წავალთ და ისინი როგორებიც გახდნენ, ზუსტად ამ თვისებების გამო არიან ესეთები, ხო? ესეთი პრობლემურები სხვადასხვა კუთხით. და ესე იგი, შეიძლება ესეთ რამე გავაკეთოთ, რომ კი მე არ მომწონს ეს, მაგრამ მე მეთოდები უნდა შევცვალო, ანუ მის უარყოფა ამას კიდევ უფრო აძლიერებს. ანუ ფსიქოლოგიაში არის ეს მიდგომა, რომ წინააღმდეგობა, ну, შობს წინააღმდეგობას, ხო და კონფლიქტს. აი მაგალითად ნერვოზულ ფონის დროს ეს არის წინააღმდეგობის გაწევა. და როდესაც მე ვიღებ, რომ სხვა პრობლემები მაქვს, შინაგანად ვიღებ, ხო? და ანუ ბრძოლას წყვეტ შინაგანად, ოღონდ, თორე შეიძლება გარედან ვიბრძოლო, გარედან ბევრი რაღაცები გავაკეთო, მაგრამ შინაგანად თუ ვიღებ ამ ყველაფერს და ну, ვამბობ, რომ კი, აი ესე არის, მე ამას ვიღებ, აღარ ვებრძვი, შინაგანად აღარ ვებრძვი. ეს პრობლემა იხსნება როგორც წესი. სინამდვილეში ზუსტად ეს იყო, რომ იმ მშობლებში თუ რამე უსიყვარულობა არის საკუთარი თავის მიმართ და როგორც წესი თავი ეს არის ხოლმე, ხო? ეს არის მათში უკვე წარმოქმნილი ის ხასიათი, რის გამოც მე ეხლა პრობლემა მაქვს მათთან. თორემ მათ რო კონდეთ საკუთარი თავის მიმღებლობა, მაგალითად უფრო ემპათიურები იქნებოდნენ. ნაკლებად ჭყალებში ვამბობ, ეხლა ეგოისტები იქნებოდნენ, იმიტომ რომ ბავშვს მე რო ვერ ვხედავ და ჩემ იდეალიზაციას ვაკეთებ, რომ მე როგორიც მინდა, ისეთი მინდა იყოს, ჩემს წარმოდგენაში მგონია ეგეთი არის. სინამდვილეში ის სხვა არის, ხო? და მე სადღაც ვერ ვხედავ ამას, არ მისმის მისი, რაღაც კუთხით ეს ნიშნავს, რომ მე ჩემს ბავშვობაში ვარ სადღაც ჩაკეტილი, ჩემ თავს ვხედავ მასში და მას არ ვხედავ როგორც ცალკე ინდივიდს, ხო? ესეც პრობლემა არის, აქ არის მიჯაჭვულობების ტიპები, მე შემოდის უკვე თვითონ მშობლის მიმართ მხრიდან მიჯაჭვულობები და სინამდვილეში კარმული ასტროლოგია კიდე ცოტა სხვანაირად უყურებს ამას, როგორც საკუთარ სამყაროში ჩაკეტვა და სხვების არ დანახვა, თუნდაც ეს შვილი იყოს. ოღონდ ეს ისე ტვინის დონეზე და აზრების დონეზე არ ხდება. ეს ხდება ძალიან არაცნობიერ დონეზე, რომ წარმოიდგინეთ, წინ მყავს ადამიანი, ბავშვი და მე კონკრეტულად მის სულს კი ვერ ვხედავ, მე ჩემს წარმოდგენებს ვხედავ მასზე. რაც გარკვეულწილად წარმოქმნის ხოლმე უკვე გაუცხოებას მშობელსა და შვილს შორის, ძალიან დიდ ემოციურ, ენერგეტიკულ გაუცხოებას და რადგანაც პატარა ბავშვს არ აქვს ჯერ გამოცდილება, ხო? და განსაკუთრებით თუ იქ აი სატურნული ენერგია ჭარბობს, ამ ბავშვს უკვე აქვს განცდა, რომ მე შემშობლებს ხედავ, როგორებიც არიან. ოღონდ ისინი ვერ მხედავენ. შესაბამისად, მე უფრო დიდი ვარ ამათზე ფსიქოლოგიურ ასაკით, ვიდრე ისინი. ოღონდ დიდი ვარ ხედვით, მაგრამ არა უნარებით. ანუ უნარებით მე მარტო ვერაფერს ვერ მოვახერხებ. რეალურად არ ვიცი რაღაცები ჯერ როგორ უნდა გავაკეთო, მაგრამ შინაგანი ხედვით მე ვხედავ, რომ ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ეს პირადად მე მეხება. ხო? ანუ რაც ჩვენ გვეხება, იმას უფრო კარგად ვაცნობიერებთ ხოლმე. მაგრამ მე რასაც ვაკვირდები ახლა თინეიჯერობაში და ეს შეიძლება ტვინით არ არის განვითარებული ან გამოცდილებით ისე ბავშვი, ხო? იქ თინეიჯერი იქნება თუ პატარა ბავშვი იქნება, მაგრამ შინაგანი ხედვით ძალიან კარგად ხედავენ რა მათ არ მოწონთ, რაში ვერ ხედავენ, ვერ გრძნობენ მათ, ხო? შინაგანად ინტუიციურად ამასთან არიან კონტაქტში. რაც უფრო ესე იგი, წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენ თუ ამ ყველაფერს ვერ ვაცნობიერებთ და წინაპრებიდან ეს მოდის და მოდის გაუთავებლად სიტყვაზე, ხო? არავინ არ შეწყვიტა ეს ძაფი. არ გაწყვიტა ეს ძაფი, მაგალითად, რომ აი სადღაც იყო უსიყვარულობა, აქ არ მოაგვარეს პრობლემები. უსიყვარულობა ახლა ცოტა სხვანაირად ვამბობ ამ უსიყვარულობას, ფსიქოლოგიაში ძალიან კარგად არის ეს ახლა მაგალითად მე თუ არ ვზრუნავ ჩემ თავზე, მე თუ აი მინდა პოტენციურად განვითარება კარიერული, მაგრამ არ ვავითარებ ჩემ თავს, მინდა უფრო ლამაზი გავხდე, მაგრამ არ ვხდები, მინდა ჯანმრთელობას მივხედო, მაგრამ არ მივხედე,
ან მინდა პარტნიორულ ურთიერთობაში ბედნიერი ვიყო, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ყველაზე არასაჭირო პარტნიორი შემხვდეს. შევიყვანო ჩემი თავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, უნდა არ ვიცი რატომ. იმიტომ რომ აქ არის საკუთარი თავის უსიყვარულობა. ხო? ეხლა ამ ფაზას აგიხსნით ეს როგორ ხდება და ეს როცა მიდის თაობიდან თაობამდე და არ წყდება ეს ხაზი, ხო, არავინ არ გამოჩნდება ოჯახში, გვარში ისეთი, რომელიც მიტევებას ისწავლის, ხო? აი ამ გვარის მიტევებას ვეძახით, სინამდვილეში საკუთარი ასტროფსიქოლოგიურად რო შევხედოთ და კარმული ასტროლოგიით, მიტევება საკუთარი თავის მიმართ, ხო? როგორც მე სადღაც იგივენაირად შეიძლება ვიქცეოდე ჩემ თავს, როგორც მშობლები მეკცეოდნენ, ხო? იმიტომ რომ იმ მშობლის ხმა არაცნობიერ დონეზე მე ჩვენი ხმა ხდება. ანუ როგორ რაღაცა არის, ანუ აგრესიული მამა, მაგალითად, რომელიც ახდენს ჩემზე ზემოქმედებას. სარკესავით ვირეკლავ და ისეთივე აგრესიულად ვექცევი მე მას, ან დედას, ხო? ან რეტროფლექსიაში მივდივარ, მე ჩუმათავარ და საკუთარ თავში ვკეტავ ამ ენერგიას და მე ეს ჯანმრთელობის პრობლემებიც და დაავადების პრობლემებით გადადის, ხო? ანუ სადღაც არ ქრება, აი წარმოქმნილი, ან არასწორი ქცევა, ხა აგრესიაზე არ არის, ხო, აუცილებლად საუბარი. არასწორი ქცევა, რომ აი მაგალითად ჩავკეტოთ ბავშვი რა სიტყვის ხალხი ესე უნდა მოიქცე და არ უყურებთ აქ შინაგან ბავშვს რა ჭირდება, ხო? ხშირად შეიძლება გამოვლინდეს ის, რომ აი ვეუბნები ბავშვს, რომ ისწავლე, აუცილებელია სწავლა და ამ დროს მე არასდროს წიგნი არ მეჭირავს ხელში. მაინც განათლებული არა ვარ მთელი ჩემი წინათაობით, მაგრამ ბავშვს ვეუბნები, რომ უნდა იცხოვროს განათლებით, წინსვლით, კარიერით და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ხა თქვენაც ხშირად გაგეგიათ ალბათ, რომ ყველაზე მთავარი მშობლისგან არის მაგალითი. ანუ მე თუ შვილებზე გადაყოლილი ვარ და რამაც ვიაკაცმა არ იცის, ჩემთვის ვერ ვიცლი, მაგრამ მათ ყველაფერს ვაძლევ, რომ ბედნიერები იყვნენ, რომ ჩემი ბედი არ გაიმეორონ. არის ძალიან დიდი ვარიანტი, რომ გაიმეორებენ, იმიტომ რომ მე ხო არაფერი ამსწავლებია მათთვის. იმიტომ რომ მე როგორცაც ხედავ ჩემ მშობელს, ხო, იმას ვიმეორებ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ იგივეს და თან მე ამ შვილებს აკრიტიკებენ, რატო არ სწავლობს და რო გავიხედო, შეიძლება მეც იგივეს ვაკეთებდი. ხო? ანუ უბრალოდ ოჯახში არ არის ეს სიტუაცია, ხო? და ხშირად მოდიან მერე, რომ აი რაღაცებს მაძალებდნენ, მაგრამ თვითონაც არ აკეთებდნენ ამ ყველაფერს, ხო? ანუ არაგულწრფელობას ბავშვი აქ ძალიან კარგად ხედავს. შინაგანად გრძნობს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 24 საათი ბავშვი გვიყურებს, როგორც თითქოს ჩვენ ვიცნობთ ბავშვს, ის კიდევ უფრო მეტად გვიცნობს ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენ თუ ანალიზი გვაქვს მხოლოდ ჩართული, ბავშვს ინტუიცია და გახსნილი არის, ენერგეტიკულადაც გახსნილია მშობელთან და ყოველ მის ქცევას, ყოველ მის მოქმედებას და ხასიათს ყველაფერს აკვირდება. ხო, იმიტომ რომ ბავშვი უნდა მოერგოს მშობელს. და მშობელი საჭირდება რომ მოერგოს ბავშვს, ამიტომ უფრო მეტად ბავშვი ხედავს მშობელს ვიდრე პირიქით, ხო? ესე რომ ვთქვა. და ამიტომ არის ზოგჯერ გონიათ რომ ძალიან იცნობენ თავის შვილებს, არაფერიც არ იცნობენ ხოლმე და ეს მერე მაგიტომაც ჩანს, რომ აი გარდატეხის პერიოდში რა მოხდა არ ვიცი. აი ის რაც აფარული იყო და სადაც ბავშვი არ იყო გამოხატული სატურნის ოპოზიციურ პერიოდში ამოდის ზედაპირზე. ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის. შემდეგი მნიშვნელოვანი არის, როგორც პოლუსები ოჯახში ბავშვი ახმოვანებს ზოგჯერ იმ დაფარულ ენერგიას, რაც არ ჩანდა. მაგალითად, თუ აი ხშირად არის ხოლმე, თუ მამა არ არის ოჯახში და ქალები ცხოვრობენ მარტო, ზოგიერთი ქალი შეიძლება შვილი გახდეს აი ლამის კაცივით. ანუ ესეთი, ანუ მამაკაცური, ან ვიზუალიც მამაკაცური კონდეს, ან ფსიქოტიპი მამაკაცური კონდეს, ან აგრესიულიც იყოს სადღაც, ანუ ეგო განავითაროს სადღაც, ხო? და აქ არაცნობიერ დონეზე შეიძლება ბავშვს კონდეს ის, რომ აი ქალები არიან და ამათ პატრონი ჭირდებათ. ანუ ან ვერ ართმევენ თავს, ან ქალებში უკვე დაგროვდა იმდენად დამოუკიდებელი მარტომყოფი ენერგია, სადღაც უკვე ჩემში გამოვლინდა ეს როგორც შემავსებელი ენერგია, ხო? ანუ კაცებს ცოტა სხვა ემართებათ. კაცებს რაც უფრო ქალებთან იზრდებიან, უფრო გრძნობიარეები ხდებიან, უფრო სუსტები არიან ხანდახან, ხო, ყოველთვის არ მოგვიგ ემოციურად. ეს ჩვენთან ასტროლოგიაში განისაზღვრება როგორც აი თვარის ენერგია ჭარბობს ადამიანის ცხოვრებაში და ქალის შემთხვევაში, როცა
ბევრი ქალი არის გარშემო, ზოგჯერ არის ეს, რომ მე უკვე სადღაც უკვე გვარში გამოვლინდა ესეთი მამაკაცური შემტევი ხასიათის ქალი, იმიტომ რომ ეს აკლია გვარს. სადღაც ხო, ანუ ფიზიკურად არ არის კაცი, მე უნდა გავხდე კაცი, ხო, სადღაც აი ესეთი თემა არის. აქ და კაცებთან სხვანაირად არის, ან როცა ქალებთან იზრდება ეს ზედმეტი ფემინური ენერგია, მასში ამ მზეს ვერ ანვითარებს სადღაც, ხო? ეს მზის დათრგუნვა ხდება გარკვეულწილად, იმიტომ რომ კაცის მოდელი, ანუ აეშინაგან, იმიტომ რომ ქალებთანს აქვს უფრო ემოციური მიდგომა, მამაკაცთან უფრო რბილი მიდგომა. კაცებს აქ სატურნის და მზის ენერგია ჭირდებათ ხშირად, ეს რაღაც სტრუქტურა, ლოგიკა, სიმკაცრე, აი ეს არის მნიშვნელოვანი და ქალის შემთხვევაში, როცა ძალიან ბევრი ფემინური ენერგია, ჯერ ერთის ქალი, როცა მარტო არის და კაცები არ ყავს გარშემო, უწევს ბევრი ისეთი რაღაცის გაკეთება, რაც კაცისთვის არის დამახასიათებელი. ბავშვი შეიძლება ეს უკვე გამოვლინდეს ეს, რომ არის უკვე ძალიან მამაკაცური. ოღონდ შეიძლება ძალიანაც ქალურად გამოიყურება, ძალიან ნაზიც არის ესე ვიზუალურად, მაგრამ ფსიქოტიპით კონკურენციას უწევდნენ კაცებს, არ უნდათ მამაკაცებთან დიდად ურთიერთობა, არ გამოზიადეთ ურთიერთობა სიტყვაზე, ხო? რომ აქ გამოდის ისე, რომ მე დომინანტური უნდა ვიყო, მე ეგო მაქვს უფრო მეტი, მე პრეტენზიები მაქვს, ხო? და თავდაცვაში ვარ სადღაც, ხო? ესეც ასტროლოგიაში ამაზე არის ხოლმე პასუხები, თქვათ, ეს რატო ხდება და როგორ ხდება, ხო? რომ გადაჭარბებული რომელიღაცა პლანეტის ენერგია აქ უკვე ცოტა სხვანაირად წარმოიქმნება ხოლმე. ამიტომ თინეიჯერს როცა რაღაც პრობლემები აქვს, აქ უკვე პირდაპირ ანაკრიტიკული არის ოჯახის, რა ხდება ოჯახში. უყურე ბავშვის რუკას, უსმენ მაგალითად ბავშვს თავისი სხვადასხვა პრიზმი მე ძალიან კარგად მესმის ახლა ეგრევე ემოციურად. ეგრევე ხვდები ხოლმე რა აწუხებს ბავშვს სინამდვილეში ისეთი მარტივი რაღაც აწუხებთ ხოლმე ისეთი მარტივი პრობლემები არის აი მე ძალიან მიყვარს ხოლმე რომ ზოგს რატო არ აქვს ამის ემოციური ინტელექტი სადღაც რომ დაინახონ ამ ბავშვების პრობლემები ხო ახლა ბავშვებს ვამბობ რომ ზოგი 18 წლის არის 19 წლის არის ზოგი გარბის სახლიდან იმიტომ რომ მშობლები საერთოდ რაღაცა ნარატივებში არიან თავისი მკაცრებში საერთოდ არ აქვს ემოციური კონტაქტი შულთან, რაღაც წესებში არიან ხოლმე და ეს ბავშვი ცდილობს თავი დააღწიოს და სინამდვილეში ეს ნაადრევი ქორწინებები ახლაც რომ მოდიან ჩემთან რომელიც წლების წინ ადრევად გათხოვდნენ მაგალითად, ხშირად ეს არის გავიქეცი ოჯახიდან, იმიტომ რომ თავისუფლება არ მქონდა. ან ზოგან შეიძლება იყოს რომ ეხლა უკონტროლოდ იყო ყველაფერი, რომ მე უბრალოდ არ ვიცი გავიქეცი აი ამ ქაოსიდან, ხო მაგალითად. ანუ ძალიან ბევრი რაღაცეები ხშირად არის ზუსტად ამ გაუგებრობების გამო. იმიტომ რომ ზოგჯერ გამოდის რომ ბავშვს უფრო მეტი ესმის ვიდრე მშობელს ხშირად. დღევანდელობაში მთად ეგრეც უკვე აღარ არის, იმიტომ რომ მშობლები ცდილობენ უკვე უფრო მეტი მოიძიონ ინფორმაციები, ცოტა განვითარდნენ პატარა ბავშვები, ვისაც ყავთ მაგალითად, თუმცა მაინც არის რომ ზოგჯერ არის რომ ჩვენ აი ხა თუნდაც რო გითხარით რომ სატურნის დაბრუნებაზე ხშირად ჩნდებიან ბავშვები, რამდენად გვაქვს ეს პასუხისმგებლობები გაცნობიერებული, რამდენად შეგვიძლია ფსიქოლოგიურად გადავდგათ ეს ნაბიჯი, ხო? რამდენად გვართ ჩვენ თვითონ სავსენი უკვე შინაგანად ვიცით რა გვინდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა მე თუ ძალიან ბევრი პრობლემები მაქვს შინაგანი და ავიკიდე კიდე ბავშვი და მე ვეღარ უმკლავდები უკვე ამდენს, ხო? ანუ ფსიქოლოგიურად ამდენს ვეღარ უმკლავდები და თან რომ არც მესმის რომ ვერ უმკლავდები, ანუ არც კი ვიცი რომ ეს პრობლემები მაქვს და მე წლები რო გადის მე აღმოჩნდება რომ ბავშვი სადღაც არის უკვე ის გაიზარდა და იქ უკვე ბევრი შესაძლებლობები იყო დაშვებული. ამიტომ თანამედროვე ფსიქოთერაპია იქნება თუ ეს თუ გარკვევა საკუთარ თავში ძალიან კარგად გვაძლევს საშუალებას ერთის მხრივ რომ ჩვენ თუ გავერკვევით ჩვენ თავში იგივეს აღარ გადავაკატავებთ, ანუ იგივე ტრამვებს, მშობლების ტრამვებს აღარ გადავატანთ ბავშვზე და ვეცდებით უკვე დავინახოთ არა ჩვენი ტრამვები რომ აი მე ბავშვობაში ეს არ მქონდა და ვატენი ჩემ ბავშვს, რომელსაც საერთოდ არ უნდა ეს და სხვა რაღაცა უნდა და აი აქ ძალიან კარგი არის ხოლმე ბავშვის რუკას რო უყურებთ და ბავშვის რუკაზე რომ მუშაობთ, რომ რა უნდა ბავშვს სინამდვილეში, როგორი კარმა აქვს, როგორი ენერგეტიკული ველი აქვს მაგალითად, რომელ მოდელზე დაჯდება ყველაზე მეტად, ხო? იმიტომ რომ ზოგჯერ ზოგადად ეგრე არის, რომ ჩვენ ვირჩევთ ან თვარის ენერგიას, ან მზის ენერგიას, რუკაში ეს ჩანს. მამის ხაზით წავალ თუ დედის ხაზით მაგალითად. როცა თხის რქა და სატურნი არის დომინანტური ენერგია,
ხშირად არის ეს უფრო მამის ან მამაკაცურ ენერგიას მიუყვები, მე სადღაც ესეთი ვარ რა, შინაგანად ენერგეტიკულ ველში. მამას დავემსგავსები პოტენციურად სადღაც ხო, თუმცა არის ენერგია არის დომინანტური, იქ შეიძლება ქალების გვარზე წავიდე. და აქ რა არის საინტერესო, რომ აი როგორი ბედის გქონდათ წინაპრებს ქალების გვარში ან კაცების გვარში, იმ ბედსაც ვიმეორებთ თითქოს, ეს არის ყველაზე საინტერესო. აი ხშირად არის, რომ ერთი-ერთში ასაკითაც კი როცა ქონდა წარმატება, მაგალითად ჩობილს, შვილსაც ზუსტად იმ პერიოდში აქვს წარმატება. დაშორდა მეუღლეს მშობელი, შვილიც იმ ასაკში დაშორდა. ხო, აი ვიმეორებთ ერთი-ერთში, ანუ ამ ენერგეტიკულ პატერნზე ვჯდებით. ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ მე თუ მამის ენერგიაზე ვზივარ და ჩემის ენერგია პოტენციაში უნდა გაათამაშოს მეუღლე. და მე რატო დავჭექი მამის ენერგიას? იმიტომ რომ დედის სადღაც ან არ მომწონდა, ან ჩემთვის არ იყო მისაღები. და შესაბამისად, თუ არის ეს, ესე იგი მეუღლეც არ იქნება მისაღები ჩემთვის, ხო? ეს არის ყველაზე საინტერესო. და აქედან იწყება მთავარი იგივეს გათამაშება, რაც ოჯახში მქონდა. ზუსტად იგივე დაძაბულობა, იგივე პრობლემები, დედა თუ მამასთან არ იყო კარგად, ზუსტად იგივე ხდება ჩემ ოჯახშიც. ოღონდ შეიძლება საერთოდ სხვადასხვა სცენარში ვართ, არ გავართ თითქოს, მაგრამ ენერგეტიკულად, ემოციურად იქაც დაძაბულობა იყო, აქაც დაძაბულობა. ოღონდ ახლა მე ამ როლში ვარ, მამის როლში ვარ, ის დედის როლში. ან მე დედჩემის როლში გადავედი და პარტნიორები უნდა მყავდნენ, რომელიც მამის როლში იქნება. აი წარმოიდგინეთ ახლა ბავშვის რუკაზე, როცა უყურებთ ბავშვის რუკას თლიანობაში, მის წინა ცხოვრებების კარმული ასტროლოგიიდან უყურებთ და ფსიქოლოგიური ასტროლოგიიდან, ახლა აი აქ უკვე ლილითის თემა მინდა კარგად აგეხსნათ, რა შეიძლება დავინახოთ? ახლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ. არის მფარველი ანგელოზი, სელენა, ესევე ეძახით ორივე სახელით ერთ ენერგიას გამოხატავს. ეს არის, რომელიც ბუნებრივად განვითარდა ჩემი ბავშვობიდან. ანუ მოდით ესე ვთქვათ, ეს არის ზრდასრული, ფსიქოლოგიურად ზრდასრული ჩემი ერთი უმთავრესი ნაწილი. და შავი მთვარე ეს არის აი ზუსტად პატარაობაში ჩარჩენილი მე, რომელიც ოჯახმა არ განავითარა. არაცნობიერ დონეზე ოჯახში გენეტიკურ ხაზში არ ეყოთ ამის რესურსი, რომ ეს ენერგია, ოღონდ ნახეთ, ან დედის გვარიდან, ან მამის გვარიდან, იმიტომ რომ არის, რომ ხშირად ახლა ჩემი შავი მთვარე და ჩემი და-ძმის პირიქით იმათ მფარველი ყავდეთ და მე შავი მთვარე ყავდეს, ან მე სადაც თეთრი მთვარე მყავს, იქ ჩემს და-ძმას შავი მთვარე ყავდეს მაგალითად, ხო? ესე იგი, სადღაც გვარში არის რაღაცა ესე განშტოებები, სადღაც რომელიღაცა გვარიდან წამოვიდა პირიქით, აი ეს ენერგია, რომელიც სადაც მე არ დამეხმარნენ ამ ლილითის განვითარებაში და როცა არაცნობიერ თერაპიულ პრაქტიკაში მივდივარ და ჩემთან მოდიან ხოლმე, სხვადასხვა 4 აპრილს მეწყება ასტროლოგიური კურსი, სადაც აი ამ კარმულ ასპექტებსაც გავდივართ, სატურნის ასპექტებს გავდივართ უკვე როგორც თეორიულად, ისევე პრაქტიკაში პირადი რუკების გამოყენებით მონაწილეთა პირად რუკების ჯგუფურ თერაპიებს გავდივართ, ასევე ეს არის უნიკალური კურსი ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ ის ასტროლოგია, რაც ძველი იყო უკვე, აღარ მუშაობს მეგობრებო და საჭირო არის უფრო ფსიქოლოგიის ჩართვა ასტროლოგიაში, რომ გავიგოთ როგორ მუშაობს სინამდვილეში ასტროლოგია. აი ეს კურსი მეწყება ორთვიანი, ვისაც გაინტერესებს შეგიძლიათ მომწეროთ. აი ზუსტად ამ ხარისხის ასტროლოგიას გავდივართ იქ სიღრმისეულად და როდესაც წარმოიდგინეთ, ეს ლილიტური ენერგია შიდა, ეს არის მიტოვებული სურვილები, ჩემი მიტოვებული შინაგანი ბავშვი, რომელზეც მე არ ზრუნავდი და არც ჩემი ოჯახი არ ზრუნავდა. ანუ წარმოსახვით რომ წარმოიდგინოთ, შინაგანი იმპულსი, რომელიც ბავშვად აღიქმება ჩვენში, როგორც ფსიქოლოგიურ პატერნში, მიტოვებული ნაწილი, მესი, რომელიც არ არის გაზრდილი. ჩარჩენილი არის, უნარები არ აქვს, სწორი, არ აქვს ის ხარისხი განვითარების, რომ აი ის რაც სურვილები აქვს მას, ინსტრუმენტები არ აქვს, როგორ მივაღწიო ამ ყველაფერს არ იცის და არის ძალიან დაბნეული. ზოგი პასიურდება და არასწორად იღებს ამ ენერგიას, ზოგი პირიქით ცდილობს ისწავლოს აქ, ანუ ეს არის ის სიცარიელი, რომელიც გვიწევს რომ შევავსოთ და ამას უნდა სწავლა. ეს არის იგივე რომ მანქანა მე დგას ძალიან კარგი და მე არ ვიცოდე ტარება.
და გამოვიყვანო ეს მანქანა, ხან რას მივეჯახო, ხან რას მივეჯახო, ყველასხების დავაზიანო, ჩემი თავის დავიზიანო. აი ეს არის დაუმუშავებელი ლილიტი ამ შემთხვევაში. და დამუშავებული რა არის, რომ მე სხვებს ვეძახი, ვინც მასწავლის ამის მართვას. და ისიც უნდა ვთქვა, რომ მე არ ვიცი ტარება. და ეს თან არ ტეხავს. ესე რომ ვთქვათ, ხო? ანუ ის შინაგანი მიტოვებული მე, რომელსაც არ ასწავლეს ტარება, ეს არის გენეტიკური პატერნები, რომელსაც არ ეყო რესურსი, რომ აქ ცოდნა ქონოდათ. რომ მე დამხმარებოდნენ ეს შინაგანი ბავშვი გაეზარდათ ფსიქოლოგიურად. სატურნის პერიოდები, მეგობრებო, იქნება ეს ოპოზიციური პერიოდი 15 წლის ასაკში, დაბრუნება 30 წლის ასაკში, ხა ვამრგვალებ ამ ციფრებს. 45 წლის ასაკში მაგალითად კიდევ ოპოზიციური ენერგია, მანამდე შუაში კვადრატურების პერიოდი არის და ეს ციკლი სატურნის აი ამ ლილიტურ ენერგიას ამოწმებს. რამდენად ჩვენ გვაქვს უნარი ვისწავლოთ შინაგანად მართლა საფუძვლიანად ავაშენოთ ეს ჩვენი ლილიტური ენერგია, მართლა ვისწავლოთ ამ ენერგიის მართვა და არა ვეხეთქებოდეთ ყველაფერს და ვაზიანებდეთ ყველას. აი ეს ვაზიანებდეთ ყველას, ეს გამოდის როგორც მშობლების კუთხით თავისი ლილიტით აზიანებენ როგორც ერთმანეთს, ასევე შვილებს, არაცნობილ დონეზე თავიანთი ნათელი კარმით პირიქით ეხმარებიან როგორც ერთმანეთს ისე შვილებს, ან მარტო ცალკეულად არ მუშაობს ეს სისტემა და შვილიც თავისი ლილიტით, თავისი კარმული ნეგატივით, რო არ იცის როგორ მოაგვარებს პრობლემები, თავს აზიანებს და ოჯახსაც აზიანებს ხოლმე. აი ეს მთელი წრე ესე იკვრება. ძალიან საინტერესო არის კარმული ასტროლოგიიდან ამ ყველაფრის დანახვა. როცა ახლა თან ხშირად მუშაობ თინეიჯერებზე მაგალითად, ხო? და ან შვილების რუკაზე მაგალითად მშობლებთან ძალიან ხშირად მუშაობ. კიდე კარგი არის, რომ ეს კულტურა ნენელა შემოდის ჩვენთან, რომ უკვე აინტერესებთ, რომ ის ბავშვი როგორ განვავითარო, რა გავაკეთო ისეთი რომ ნაკლებად არ გამომეპაროს რამე, ხო? მოდი ესე ვთქვათ, რომელიც მე ეს თან ბავშვსაც ვირად უჯდება და მეც ვირად მიჯდება, ხო? აი ეს კულტურა ძალიან მომწონს, რომ ნენელა ვითარდება. რომ მარტო ჩემ თავზე კი არ ვზრუნავ, ჩემ გარემოზე ვზრუნავ, ხო? ჩემ შვილზეც ვზრუნავ, რომ ამან საერთოდ ორივე შობლის რუკასაც ერთად უყურებ, იმიტომ რომ ყველაზე კარგი არის, როცა მე ჩემი რუკა ვიცი და მე შვილის რუკას ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ჩემ თავში ვიცი რა ტრამვები მაქვს, მე შვილსაც უყურებ რა ტრამვები შეიძლება კონდეს და რა კარმა აქვს მოტანილი. რომელი გენეტიკური ხაზიდან, ისიც არის ზოგჯერ უყურებ რუკას და მამისგან აქვს მთელი პრობლემები წამოღებული და დედაც ხვდება მაგას, რომ ხო აი ჩვენთან ეს პრობლემები არ ყოფილა მამის ხაზიდან ჩანს რაღაცა, ხო? და აქ პასუხისგებლობა არის მამაზე, მაგრამ დედაზე არის პასუხისგებლობა ის, რომ მე რა შემიძლია გავაკეთო, და ცოტა მაინც შემოსუბუქო ეს ხაზი, ხო, სადღაც. და მე აქ იწყება ხოლმე რეალური მუშაობა, რა მგონია ჩემ ტრამვებს რო ვაკატავებ და შვილის რუკაზეც კარგად ჩანს, რომელიც მე აუცილებლად ფეთქდება აი ამ სატურნულ ასაკებში. სატურნულ წლებში და ეს მე ყველას ვირად მიჩნდება, მოდი ესე ვთქვათ, ხო გეუბნებით ან არასწორი აჯანყება, სადაც აგრესია უფრო მეტი არის მშობლების მიმართ და ეს აგრესია ისევ გეუბნებით, რომ რომელიღაც მოდელს ვირჩევ აქ უკვე გამოკვეთილად დედის მოდელზე დავჯდები თუ მამის მოდელზე და მე რომელ მშობელსაც ვერ ვიღებ, ან რასაც ვებრძოდი, ის უკვე სხვაში უნდა ვნახო. აი ეს თემა ესე მუშაობს, მეგობრებო, ხო? ფსიქოლოგიაც მაგას ამბობს, როგორც მოდელები და კარმულ ასტროლოგიაშიც, ასტროფსიქოლოგიაში ჩვენთან მსგავსი არის. უფრო სხვა ენით საუბრობენ, თორე ეხლა რამდენიც უფრო ფსიქოლოგიას სწავლობ, მით უფრო ასტროლოგიას რომ მეუყვები, აი ესე მიდიან, გვერდ მიდიან. ოღონდ სადღაც ღრმად ყვინთავს ასტროლოგია, ის ფსიქოლოგია ჯერ ზედაპირზე ჩდება, ვერ ჩადის ისე. აი იუნგი რო გადიოდა როგორც არქეტიპები მაგალითად, ხო? მიგრძელდა ისე. არქეტიპები ჩვენთან უკვე კარმულ ასტროლოგიაში როგორც წინაცხოვრებები არის. აქ გავდივართ, ხო? და ის კოლექტიური არაცნობერი ჩვენთან უფრო თევზური ენერგეტიკა არის და ცოტა სიღრმეებში სხვანაირად იკითხება, ხო? მოკლედ ეს მინდოდა მომეყოლა თქვენთვის, მეგობრებო, ძალიან იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო იყო თქვენთვის, მე რაღაცებზე ვიცასაც ასტროლოგია გიყვართ, კიდევ უფრო დაგაფიქრებდათ, ველოდები ხოლმე კომენტარებს. ველოდები თქვენ გამოხმაურებებს და დროებით, მეგობრებო.